ზაფხული ფერმერებისთვის ყველაზე დატვირთული სეზონია. ეს არის პერიოდი, როცა მოსავალს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ინტენსიური მორწვა, მავნებლებთან ბრძოლა და დროული კრეფა. დიდი გამოწვევაა ფრინველებთან გამკლავებაც, რომლებიც მოსავალს საფრთხეს უქმნიან. მოსავლის დაცვის ორიგინალურ მეთოდს, რომელსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია იყენებენ, საქართველოშიც მიმართავენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოცვის პლანტაციებს გაწვრთნილი შევარდნები იცავენ. მათი ამოცანა არა ნადირობა, არამედ სხვა ფრინველების დაფრთხობა, რათა მოსავალი დაუზიანებელი დარჩეს. რატომ შეარჩიეს შევარდენი, როგორ ამზადებენ ბაზიერები ფრინველებს და რამდენად ეფექტიანია ეს მეთოდი? გიორგი ქორქიას და გიორგი გუჯაბიძის რეპორტაჟი სამეგრელოდან. კარგი მოსავალი ყოველთვის ასიხარულოა, თუმცა ამას ფერმერებისთვის ხშირად ბევრი სირთულეც მოაქვს. ერთ-ერთი ასეთი სირთულე ყოველთვის იყო ფრინველებთან გამკლავება. ეს კადრები ტელეფონით არის გადაღებული და კარგად ჩანს თუ როგორ ერჩიან მოსავალს ყვავები, რომლების განდევნაც ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო. ფრინველების პრობლემა ფრინველებითო გადაწყდა. ეს იდეა პირველად ფოთელ ბაზიერებს, ლევან დობორჯგინიძეს და დავით ჟღამაძეს გაუჩნდათ. ხელოვნურ საფრთხეებს ჩიტები მალე ეგუებიან და შიში უქრებათ. მტაცებელი ფრინველების გამოჩენა კი მათთვის უკვე საგანგაშოა. პლანტაციის სპეციფიკა ის არის, რომ ჩვენ პლანტაციაზე სანადიროდ არ მოვდივართ. ჩვენ პლანტაციაზე მოვდივართ სამუშაოდ, ჩვენი მუშაობა მოიცავს პლანტაციიდან ფრინველის გადადევნას, განდევნას, ანუ მოკლედ რა. აქ ისეთი სეზონია, რომ თან ფრინველი მრავლდება, თან რაღაცა ეს მოცვის დაკრეფის პერიოდი ემთხვევა ფრინველების გამრავლების პერიოდს. სასტიკად დაუშვებელია მაგ სიტუაციაში ფრინველებზე ნადირობა. მსგავს მეთოდებს ბევრ ქვეყანაში უკვე 10 წლეულებია იყენებენ. ლევანმა პირველი მსგავსი პრაქტიკა საფრანგეთში გაიარა და ამის გამოცდილებაც უკვე ჰქონდა. მტაცებელი ფრინველებით პლანტაციების, აეროპორტების, ანგარების და ზოგადად სხვადასხვა ესე ვთქვათ ტერიტორიების გაწმენდა, გასუფთავება და დაფრთხობა ჩიტების დაახლოებით 60-70-70-იან წლებში დაიწყო. ეს იყო ჰიტროუს აეროპორტი, სადაც პირველად გამოიყენეს მტაცებელი ფრინველები ჩიტების დასაფრთხობად. მოგეხსენებათ, აეროპორტებში ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს პატარა ჩიტები, თუნდაც არა მარტო პატარა, თუმცა მოზრდილი ჩიტების, თუ ისინი ტურბინაში შეფრინდება თვითმფრინავი, შეიძლება სამწუხაროდ კატასტროფას კი გამოიწვიოს და ამის მრავალი ფაქტი არის სოფლიოში, ანუ ამისგან არავინ არ არის დაზღვეული და როგორც კი საქმეს ბაზიერები შეუდგნენ, შედეგმა არ დააყოვნა. მოსავალი გაიზარდა, დანაკლისმა იკლო. შედეგი ნამდვილად გვაქვს 100%-ით, იმიტომ რომ ზიანდებოდა ჩვენი მოსავალი. ჩემო კარგო, აი უყურებთ კიდევაც რანაირი დაზიანება არ გააჩნია. ეხლა ნაკლებია, რა თქმა უნდა, ფრინველები, ჩიტები, ყვავები და ყვაყოფილები ვართ. სანამ შევარდენს საში გაუშვებენ, მას აუცილებლად GPS გადამცემს უმაგრებენ. ეს ფაქტობრივად გამორიცხავს ფრინველის დაკარგვას. ბაზიერიც უმაღლეს დონეზე უნდა იყოს მომზადებული და კანონმდებლობაც უნდა იცოდეს, ფრინველების შესაბამისად კანონმდებლობის ქვეშ უნდა ყავდეს. ჩვენი ფრინველები ყველა საშენიდან არის, ეს არ არის ველური ფრინველები, თავიანთი დოკუმენტაცია აქვთ, ეს არის ჩვენი პირადი ფრინველები და ამ კუთხითაც ესე ვთქვათ, ყველანაირად კანონის ფარგლებში ვექცევით. იმისთვის, რომ ჩიტების დაფრთხობა შევარდენის ნადირობაში არ გადაიზარდოს, ბაზიერები გარკვეულ შუალედს იცავენ. მტაცებელი მყავს დიდ წონით კონდიციაში, ანუ ისეთი მშიერი არ არის, რომ მან ინადიროს. მაგრამ ისეთი მაძღარიც არ არის, რომ პატრონი დაივიწყოს. შუალედია რა, ოქრო შუალედია რა და ეგ უნდა დაიცვა. ეს არ არის მარტო ბაზიერობა რა. ბაზიერობა ეს არის მტაცებელი ფრინველის დაგეშვა და ნადირობა, რა თქმა უნდა, და ტრადიცია და კულტურა. თუმცა დაფრთხობის სპეციფიკასაც თავისი ცოდნა ჭირდება რა. როგორ მიუდგე მტაცებელ ფრინველს, როგორი მიმართულებით უნდა წაიყვანო პროცესი, რომ მოხდეს ფრინველის დაფრთხობა და არ გამოგივიდეს ნადირობა. შევარდენი სულ ფორმაში უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა მუდმივი ვარჯიში და ეს პროცესი ერთგვარ თამაშსაც მოგაგონებთ. თოკზე გამობმული თალბა, რომელზეც ხორცის პატარა ნაჭერია დამაგრებული, ფრინველისთვის სავარჯიშოცაა და გასართობიც. ფრინველებს არ ვაფრენთ რაღაც ცოცხალ რაღაც ობიექტებზე, ეს არის სპეციალურად ხელოვნურად შექმნილი თალბა და რომელზეც მაგრდება უბრალოდ ხორცი, ეს არის იმიტაცია და ფრინველი მასზე მოდის და ანუ აქ არც სისხლის ზღვა, არც კვლელობა, არაფერი არ ხდება, ეს არის ყველაზე ჰუმანური, ყველაზე ბიოუსაფრთხო, ესე ვთქვათ და საყურებლადაც სასიამოვნო, როდესაც ფრინველი თავისუფალ ფრენაში დაფრინავს და პრინციპში ეხა საკვებს მიირთმევს, რომელიც მისი ბუნებრივი საკვებია ხორცი. ბაზიერობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნადირობის ხელოვნება იყო, დღეს საქართველოში უკვე სხვა ფუნქციასაც იძენს. ესაა მოსავლისა და ნარგავების დაცვა. ხშირად ერთი გამოცდილი ბაზიერი და შევარდენის ერთი გამოჩენაც საკმარისია იმისთვის, რომ მთელი წლის მოსავალი გადარჩეს.